ქაოსი გამეფებულია მაშინ, როცა ზელენსკი ანადგურებს პუტინის ფლოტს აზოვის ზღვაში და რუსულ ლოჯისტიკას კრიზისში აგდებს, რომელიც უკვე პორტებამდე მივიდა და რეალურად პუტინს კონტროლს აკარგვინებს. უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს ნავთობის ტანკერები, სატვირთო გემები, ბუქსირები და დამხმარე ხომალდები, რომლებიც მოსკოვს ოკუპირებული ყირიმის მომარაგებისთვის და სანქციების გვერდისავლით ნავთობის გადაზიდვისთვის იყენებდა. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროდმა განაცხადა, რომ მხოლოდ ამ შაბათის დილას 28 ხომალდი თავდასხმის სამიზნე გახდა, მათ შორის 21 ნავთობის ტანკერი. და რომ კვირის განმავლობაში სულ 76 საზღვაო ობიექტი იქნა დაზიანებული. ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსეთმა დროებით შეაჩერა ნავიგაცია დონაზოვის არხზე და შეაჩერა ახალი განაცხადების მიღება კერჩის სრუტეში გასასვლელად, რომელიც აზოვის ზღვასა და შავ ზღვას შორის აუცილებელი კავშირია. ამავე დროს ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა სასტრაფო სუბსიდიები საწვავის ფასის შესამსუბუქებლად ყირიმში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება აღიარებს მომარაგების დეფიციტს, რაციონირებას და ელექტროენერგიის გათიშვებს. ვლადიმერ ზელენსკიმ უპასუხა სპეციალური სარდლობის შექმნით, რათა გააფართოვოს შორმანძილზე თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკასა და ლოგისტიკაზე, რა შეეძლო უკრაინამ პარალიზება. რატომ იჩქარა ვლადიმერ პუტინმა დახმარების გამოცხადება? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და კონკრეტული კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ახალმა შეტევამ ზედიზედ 6 დღის განმავლობაში ძალა მოიპოვა. ბროდის თქმით, 28 ხომალდმა 73 დადასტურებული დარტყმა მიიღო ამ შაბათს გამთენიისას ჩატარებული ოპერაციის დროს. წინამოქმედებების გათვალისწინებით უკრაინული ძალები აცხადებენ, რომ 6-დან 11 ივლისის ჩათვლით 76 რუსულ ხომალდს შეუტიეს. დათვლაში შედის ხომალდები, რომლებიც ერთზე მეტჯერ დაზიანდა და ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩაიძირა. თავარი ეფექტი იყო ხომალდების მოძრაობიდან ამოღება, სარემონტო სამუშაოების აუცილებლობა, ეკიპაჟებისთვის რისკის გაზრდა და ყოველი ახალი საწვავის გადაზიდვა ყირიმში ბევრად უფრო სახიფათო ოპერაციად გადაქცევა. პარასკევს როიტერსმა დაადასტურა 3 დაზიანებული ხომალდი, მათ შორის 10 ნავთობის ტანკერი. შაბათის განახლებაში ბროუდმა გამოაცხადა, რომ ღამით დაზიანდა 21 ნავთობის ტანკერი და 7 სატვირთო ან დამხმარე გემი. სამიზნეები ზღვაში შემთხვევით არ ყოფილან. უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ნავთობის ტანკერების ნაწილი რუსული სამხედრო ნაწილებისთვის საწვავს ეზიდებოდა, ასევე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს საერთაშორისო სანქციების ასალიდებლად გამოყენებული მარშრუტებით გადაჰქონდა. სწორედ ამ ქსელს უწოდებენ პუტინის პარალელურ ფლოტს. მოსკოვი იყენებს სხვადასხვა დროშის, რეგისტრაციისა და საერთაშორისო ფუნქციის გემებს. ეს სწორედ ის ქსელია, რომელიც პუტინის პარალელური ფლოტის სახელით გახდა ცნობილი. ენერგიის გაკიდვის შესანარჩუნებლად, შემოსავლის მისაღებად და ბროუდების მომარაგებისთვის, რომლებიც ნავთობის გადამუშავების პროცესში არ მონაწილეობენ. ბროდმა სიტუაცია ასე შეაჯამა. რუსული პარალელური ფლოტი მცირდება. ბლოკადა იმას ნიშნავდა, რომ თქვენ. შემდეგ ბრაზილიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსმა სასაზღვრო მცველებმა შეაჩერეს მიმოსვლა სანავიგაციო არხზე, რომელიც დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. კომპანიებს ასევე აცნობეს, რომ ქეშის სრუტის გადაკვეთის ახალი განაცხადები 10 ივლისის 18:10 საათიდან აღარ მიიღება და განახლების თარიღი უცნობია. როსტოვი და კრასნოდარი რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს მარცვლეულის მწარმოებელ რეგიონებს შორის არიან. ევროპაში ვაჭრობადი ხორბლის ფასი 4%-ით გაიზარდა ხანგრძლივი შეფერხების შიშის გამო. როსტოვის, აზოვისა და ტაგანროგის პორტები პირდაპირ აღმოჩნდნენ კრიზისის წინაშე, რადგან ისინი რეგიონალურ ნავიგაციაზე არიან დამოკიდებული ხორბლის, საწვავისა და სამრეწველო ტვირთების გადასატანად. უკრაინამ შეძლო ჩაერია მარშრუტში, რომელსაც მოსკოვი დაცულად მიიჩნევდა. აზოვის ზღვა რუსულ შიდა კორიდორად ფუნქციონირებდა მას შემდეგ, რაც ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა. ეხლა თითოეულ ხომალდს, რომელიც ამ ტერიტორიაზე შედის, უნდა გაითვალისწინოს ახალი თავდასხმების რისკი, რომელსაც უკრაინული უპილოტო სისტემების დანაყოფები ახორციელებენ. ოკუპირებულ ყირიმს ზეწოლა ჯერ კიდევ საზღვაო ბლოკადამდე იგრძნო.
სერგეი აქსიონოვმა, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 8 ივლისს აღიარა, რომ ენერგეტიკული მდგომარეობა კვლავ დაძაბული იყო და ზოგ დღეებში საწვავი თავისუფალ გაკიდვაში აღარ იქნებოდა. ნახევარკუნძულზე უკვე შემოიღეს რაციონირება. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა თავდასხმებმა მომარაგების მარშრუტები და ელექტროქვესადგურები დააზიანა. სევასტოპოლში ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონი საშუალოდ მხოლოდ მესამედს იღებდა ყოველდღიურად საჭირო საწვავის რაოდენობისა. ვლადიმერ პუტინმა ფინანსთა სამინისტროს სწრაფი გადახდებისკენ მოუწოდა, რათა შეამციროს საწვავის გაძვირების ტვირთი ყირიმის მოსახლეობაზე. პოლიტიკური ბრძანება აჩვენებს ზეწოლის მასშტაბს. რუსეთის მთავრობა დაპირებას დებს, რომ პენინსულას გააკონტროლებს, მაგრამ იძულებულია სუბსიდიებს მიმართოს, რათა კრიზისი პირდაპირ მოსახლეობაზე არ გადავიდეს. ამავე პერიოდში რუსეთის მთავრობამ დიზელის ექსპორტი აკრძალა, რათა შიდა ბაზარი დაეცვა. როიტერსის გამოთვლებით, ბენზინის შიდა წარმოება შემცირდა და დაახლოებით 65% შეადგენს სინძლავრისგან, მას შემდეგ რაც რეფინერიებსა და ენერგოობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. მან ისარგებლა ამ გავლენით და 10 ივლისს ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლითაც შეიარაღებულ ძალებში შორ მანძილზე მოქმედი სპეციალური სარდლობა შექმნა. ახალი სტრუქტურა ყველა ხელმისაწვდომ რესურსს უნდა გააერთიანოს, რათა შეამციროს რუსეთის შესაძლებლობა გააგრძელოს ომი. ეს ღონისძიება ერთიან სარდლობაში აერთიანებს თავდასხმებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებზე, საწყობებზე, ნავთობსადენებსა და საზღვაო მარშრუტებზე. იმავე პარასკევს გამოცხადდა, რომ ჯერ არ გამოცხადებულა რეაბილიტაციის დადგენილება, რეაბილიტაცია დღევანდელი. ივლისშიც ეს იყო მთავრობის გეგმაში. წინადადება, რომ პენსია ქინდეო ივლისში. რუსია უსტ-ლუგას კომპლექსი. ლენინგრადის რეგიონში. ლენინგრადის რეგიონში მდებარე კომპლექსი უსტ-ლუგას კომპლექსი. კომპლექსი ლენინგრადის რეგიონში მდებარე კომპლექსი, ლენინგრადის რეგიონში მდებარე ლუგას კომპლექსი, უსტ-ლუგას კომპლექსი, ლენინგრადის რეგიონში მდებარე ლუგას კომპლექსი, უსტ-ლუგას კომპლექსი. გარდა ამისა, როსტოვში მდებარე ნავთობის ტერმინალი და საცავი. ეს კამპანია შემოიფარგლა მხოლოდ სანაპირო ზოლით. უკრაინულმა დრონებმა ასევე მიაღწიეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სიბირეთში, რომელიც კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 2700 კილომეტრში მდებარეობს. სხვა თავდასხმები დაფიქსირდა ტატარისტანში, სარატოვში და ბაშკორტოსტანში მდებარე ობიექტებზე. კრემლმა უპასუხა ესკალაციის მუქარით. დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმები მშვიდობას არ დაახლოებს და შესაძლოა რუსეთი მიიყვანოს იქამდე, რომ გააფართოვოს თავისი ეგრეთოდებლო უსაფრთხოების ზონა. რუსეთის მთავრობისთან ახლო წყაროებმა სააგენტო როიტერს განუცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინი კვლავ უარყოფს მოლაპარაკებებისკენ მოწოდებებს და რომ უკრაინის ზეწოლამ კიდევ უფრო ძლიერა მისი გადაწყვეტილება გააგრძელოს ბრძოლა. უკრაინა სწორედ ამ დაყოფას იყენებს უფრო იაფი უპილოტო სისტემებს, რათა მოსკოვი აიძულოს გაცილებით მეტი დახარჯოს გემების, პორტებისა და ობიექტების დაცვაზე. რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ მძიმე შეტევებით უპასუხოს. ამ შაბათს რუსეთმა გაუშვა 6 ბალისტიკური რაკეტა, 6 ფრთოსანი რაკეტა და 121 დრონი უკრაინის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ოდესაში, კიევში და ხარკოვში არიან დაღუპულები და დაჭრილები. მესამე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და უზრუნველყოთ, რომ ამ ომში ერთადერთი ლეგიტიმური გამარჯვებული იქნება უკრაინა. ვლადიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ სთხოვა მოკავშირეებს მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება, რადგან პეტრიოტის სისტემებისთვის ჩამჭერი რაკეტების ნაკლებობა კვლავ ტოვებს ქალაქებს დაუცველ მდგომარეობაში. დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ლიცენზია, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს აწარმოოს პეტრიოტის ჩამჭერები, შეიძლება გააძლიეროს ეს დაცვა, მაშინ როცა ახალი გრძელდისტანციური სარდლობა აძლიერებს შეტევით ზეწოლას. ვლადიმირ პუტინი ახლა ეჯახება კამპანიას, რომელიც ერთდროულად აზიანებს გემებს, საწვავს, ექსპორტს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და თავად ყირიმის უზრუნველყოფას. ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ მზარდი ხარჯები კრემლს აიძულებს აირჩიოს მოლაპარაკება, ან უყუროს იმ სტრუქტურის თანდათანობით შემცირებას, რომელიც გამოიყენება შეჭრის დასაფინანსებლად და მომარაგებლად. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი დახმარება გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.